საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები, ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. მე ვახო სანაია ვარ, თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველოს და მსოფლიოს. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის თემებს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი თემა იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეა ჩვენი სტუმარი პირველ ნაწილში. მოგესალმებით, ბატონ ვახტანგ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობაზე დღეს საქართველოში. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. ახლა კი ვიწყებთ საუბარს პოლიტიკაზე. ბატონ ვახტანგ, თავიდან მინდა შეფასება ბიძინა ივანიშვილის განცხადების, რომ ის შესაძლოა პრემიერის პოსტიდან წავიდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ განცხადებამ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა თავიდანვე, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა, რომ რამდენიმე წელი 2-3 წელიწადში მე დავტოვებო პოლიტიკას და დაუბრუნდებიო ჩემს საქმიანობასო. ეხლა, მაგრამ ეს მაინც პირადად მე აგვიქვი მაშინ განცხადებად მიმართული იქეთკენ, რომ ქართულ საზოგადოებაში იყო ასეთი სტერეოტიპი, რომ ვინც კი მოვიდა და სავარძელში ჩასდა, წასვლა არავის არ უნდა და განაცხადი თავიდანვე. სხვათა შორის ესეთი სუბუქი, ესეთი პარალელი გახსოვთ ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, რომ მე მოვალ, კონსტიტუცია შევცვლი, პრეზიდენტი გავხდე კონსტიტუცია, მერე წავალ და ეს თემა ჰაერში ეკიდა როგორც ხო და მეც ჩავთვალე, რომ ეს ხარკეს მოხდა იყო სწორედ ამ მიმართულებით. ეხლა ყველა პარამეტრი ივანიშვილს ამისთვის, რომ ეს ნათქვამი მოსახლეობას დაეჯერებინა, ჰქონდა და ჩავთვალე, რომ ამისთვის იყო გამიზნული. უპირველეს ყოვლისა, თუმცა ეჭვი რომ არ წავიდო და არც მე გამჩენია, უბრალოდ მე მაშინაც ფიქრობდი და ვთქვი კიდეც რამდენჯერმე, რომ 2-3 წელიწადში ამ ქვეყნის დალაგება არის წარმოუდგენელი, მამაზე წირი ვერ დაალაგებს მეთქე რადო ივანიშვილი. სრულიად მოულოდნელი, შემდეგ რამდენჯერმე ეს გაიმეორა და შემდეგ საზოგადოებაში ითქვა ასეთი რამ, რომ ასეთი განცხადებები ქმნის გარკვეულ დესტაბილიზაციას, შეშფოთებას საზოგადოებაში, პოლიტიკურ ელიტაში და არ ღირს ამაზე ეს ელაპარაკი. სრულიად მოულოდნელი იყო აი აქედან გამომდინარე. როდესაც ინტერვიუ მქონდა, ზუსტად ამ საკითხზე ვკითხე და მან თქვა, რომ ეს კიდევ გამოიწვევს ზედმეტ ეიფორიას და მოდით არ გიპასუხებთ ამაზე. ეს იყო მისი პასუხი რამდენიმე თვის წინ. ანუ ის ერიდებოდა ამ თემაზე. დიახ, ხო, რა თქმა უნდა, სწორად აფასებდა, სწორად შეუფასებია სიტუაცია, რომ ესე იყო და სრულიად მოულოდნელი იყო ამის შემდეგ ის განცხადება, რაც განცხადებას მან გააკეთა, რომ ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეწავალ. და პრობლემა იცით რაშია, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მარგველაშვილის იმ განლაგებაში პოლიტიკურ ფიგურებს შორის, რაც არსებობს, ანუ რაც მოიაზრება, რომ არის პარლამენტის თავმჯდომარე, ესა თუ ის კაცი არის ძლიერი პრემიერი და კონსტიტუცია რომ შეიცვლება, პრემიერზე გადადის მთელი ძალაუფლება, ასეთ შემთხვევაში მარგველაშვილი იყო არის ძალიან მისაღები როგორც პრეზიდენტი. მაგრამ თუ აქედან ერთი ფიგურა და მთავარი ფიგურა პრემიერი ამოვარდება, მაშინ ეგრე მარტივად საქმე აღარ არის. მაშინ აქ ძალთა ბალანსი ცოტა ძალიან იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ხო სამწუხაროდ სისტემური დემოკრატია არ აქვს. ჩვენ გვაქვს აი პერსონებზე დამყარებული ხელისუფლება. როგორი პერსონა იქნება, იმის მიხედვით ხორციელდება ხელისუფლება, ხო? სისტემა ფაქტიურად არ მუშაობს, მმართველობითი სისტემა. და აი აქედან გამომდინარე ეს განცხადება ჩემთვის იყო ძალიან შოკის მომგვრელი. ნუ როგორ გითხრათ ახლა რა მოტივით გააკეთა და როგორ გააკეთა, მე ეს არ ვიცი. იმის ლაპარაკი რომ სოციალური ვალდებულებების შეეშინდა ეკონომიკური, არ მგონია ეს ასე იყოს, იმიტომ რომ მას გააჩნია გარკვეული სახსრები იმისა, რომ რაღაცნაირად
გარკვეულწილად და თუნდაც საკუთარი სახსრებით, რასაც ის აკეთებდა დაუშვათ გელმოქმედების სახით, ახლა სოციალური სფერო ნელ-ნელა დააბალანსოს, სანამ ეკონომიკა წამოიძოს. ეკონომიკის კრიზისი უნდა დასრულდეს, ჩემი აზრით, ასე რომ ეს პრობლემა მას არ უნდა ქონდეს. მაგრამ თუ სერიოზულად გააკეთეს განცხადება, მაშინ ეს შეეხება უფრო სხვა საკითხს, რომ და ამას თუ გავიხსენებთ ახლა ისრაელში მის განცხადებას, რომ ხაშურიზაცია ოქტომბერში არ მოხდა, იმიტომ რომ არჩევნებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამერიკის ელჩმა და ამერიკამ, რომ სტაბილურობა ყოფილიყო შენარჩუნებული და დაარწმუნა სააკაშვილი და ასე შემდეგ, აქ ხდება ერთი ვერსიაც. სააკაშვილი დაარწმუნეს არაში. ანუ სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ უნდა წავიდეს და მიცეს გარანტიები და ამის შესახებ იცის ივანიშვილმა. ანუ გარანტიებია მიცემული? ცოტა უცნაურია იმის შემდეგ, ახლა ცოტა უფრო შორს წავიდეთ, იმის შემდეგ, რაც ეს ჩვენებები მოხდა, ვიდეო ჩვენებებზე მაქვს საუბარი და რაც ის აჩვენეს ელჩებს, პოლონეთის, ჩეხეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისევ ლუქსემბურგში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიმდინარეობს. აქ რა ისევ კომუნიკაცია ვერ დამყარდა, დაუშვათ ჩეხეთის საელჩოსა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და მინისტრს შორის, ამასთან გვაქვს საქმე, თუ მათ არ იციან ამ კადრების შესახებ. კიდევ ერთი ფაქტი, რომ სტრასბურგში ჩაიტანეს ეს ვიდეო მასალა, მაგრამ მათ არ ისურვეს ამის ნახვა იქაურმა დეპუტატებმა. ხლა შეიძლება არ ისურვეს იმის გამო, რომ მინიონმა ნახავთ ხარცდები, არ ვიცი ზუსტად, არ ისურვეს იმის გამო, რომ ცუდად გახდნენ, თუ არ ისურვეს იმის გამო, რომ შემდეგ არას ვერ იტყოდნენ. აქაც ცოტა პოლიტიკა. ანუ მე ისი თქმა მინდა, თუ გავყვებით ანალიზ ვერსია შეიძლება ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ახლა ზუსტად არც მე და არც თქვენ და ალბათ მიწვროთის გარდა არავინ არ იცის რა ლაპარაკები მიმდინარეობდა ოქტომბერში გასული წლის საქართველოში, მაგრამ აი ეს განცხადება რაღაცნაირად განზე გადგომა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმასაც, რომ აღებული ვალდებულებები არ სრულდება. ან ითხოვენ და რადგან არ უნდა შეასრულოს, შეიძლება გვერდზე გადმოს. ანუ აღება სააკაშვილის დაპატიმრებაზე არის ლაპარაკი თქვენი აზრით? ესეც ერთ-ერთი ხო, რა თქმა უნდა, ალბათ, ხელშეუხებლობაზე ალბათ. უფრო მეტად. საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილი ამბობს, რომ მაბადეთ, თავისთავად აი ახლა ბოლო პერიოდში ქართული ნაციონალები ძალიან ისე აჟიტირებულად ლაპარაკობენ იმაზე, რომ რა საჭირო ამების ჩვენება, რა საჭირო იყო დიპლომატებისთვის და თუ ის არსებობს, ის შეთანხმება და თუ არსებობს მოთხოვნა, რომ გააკეთე, მაშინ ხომ ლოგიკურია, რომ აჩვენო დიპლომატს როგორ გავაკეთო, მოუთხრა მე ამის მერე. ხო? ანუ ლოგიკურ ჯაჭვს თუ ავაწყობთ, საკმაოდ ისეთი ვერსია ჩანს, რომ დასავლეთი ითხოვს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისაგან რაღაც პირობების შესრულებას. კოჰაბიტაცია, რომ ვთქვათ ასე. ბატონ ვახტანგ, ივანიშვილი ამბობს, რომ ის მიდის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მიდის ძალაუფლებიდან. აქ ძალიან საინტერესო სურათი იქნება. ის ამბობს, რომ მე უნდა გადავიდე საზოგადოებაში, საზოგადოებრივ სექტორში, სადაც ბევრი პრობლემაა და ახლა აქ უნდა გავაჯანსაღო სიტუაცია. რას მივიღებთ ჩვენ? თუ არ მივიღებთ გარკვეულ რაღაც არაფორმალურ მმართველობას, როდესაც პრეზიდენტი არის მისი წარდგენილი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტი არის ისეთი სახით, რა სახითაც არის მისი დაკომპლექტებული, პრემიერ-მინისტრი იქნება ის, ვისაც თავად დაასახელებს, თავად იქნება საზოგადოებრივ სექტორში, და ანუ იქიდან დაიწყებს ამ ყველაფრის მართვას, როგორც არაფორმალური თუ რა სიტუაციას მივიღებთ. რეალურად ბიძინა ივანიშვილი, თუ კი ის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნება, ის იქნება ქვეყნის პირველი პირი. მაგრამ არა სადღაც პოლიტიკურ ვერტიკალში, არამედ ცალკე.
ხო არის სამის რეალური საშიშროება, რომ დაუშვათ ის არ იქნება დაუშვათ ოფიციალურად ხელისუფლებაში არანაირი წარმომადგენელი, მაგრამ იქნება ხელისუფლებაზე მაღლა. ხო და ეს ძალიან რეალურია დღევანდელ სიტუაციაში. ოღონდ იცით რა შეა საქმე, რომ აქ ლაპარაკი რომ ახლა გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში და გავაძლიერებ სამოქალაქო საზოგადოებას. ცოტა ესეთია, იცით რა მექანიზმებია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას? ან რას უძახით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას? იცით რა, როდესაც ჯერ იქ სადაც არის, იქ დაალაგოს სიტუაცია. და კი ბატონო, მე სადაც უნდა წავიდეს. იქ არის, მე თუ მკითხავ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, დღეს ჭირდება ივანიშვილს, როცა ის არის ხელისუფლებაში. მაშინ ჭირდება და ჭირდება არა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება სამწუხაროდ ჩვენთან ხო ყველაფერს სამოქალაქო საზოგადოება პირველ პირს ეხმარება თავისი ქვეშემდგომები აკონტროლოს. ეს არის ფუნქცია, ეს არის. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთმა კაცმა გააკონტროლოს მთელი სისტემა. ვერც მინისტრი ვერ გააკონტროლებს, არ არსებობს ესა, ხო? სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალი მედია, სადაც ჟურნალისტი მივა და ინფორმაციას გამოიტანს, იქ გჭირდება 1000 აგენტი ის ინფორმაცია რომ მიიღო. ეს ამაში ხო დამეთანხმებით, ჟურნალისტები ხართ იცით, 1000 ჭორი იყრის თავს. ეს არის ფუნქცია, ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ყველაზე დიდი დამხმარე ხელისუფლებისთვის, რომელსაც უნდა ქვეყანას მიხედოს, არის სამოქალაქო საზოგადოება ამ ფუნქციით. ივანიშვილი აქ რომ გადმოვა, რას იზამს ახლა 5 ენჯოვას მაგვირა და ფინანსებს 10. ეს არის რა მექანიზმებია გამაგებინეთ, რომ მან გააკონტროლოს. სხვა იმას, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არაოფიციალურად იქნება და გეთანხმებით, ეს იმიტომ კი არა, რომ ამას გააძლიერებს, იმიტომ რომ მისი რეიტინგი დღეს და მოლოდინი საზოგადოებაში მისადმი არის ძალიან მაღალი. ის ავტორიტარია თავისი საზოგადოების დღევანდელ არაქმედებებით, არამედ საზოგადოება, მოსახლეობა მას ასე აღიქვამს დღეს. მისი ავტორიტეტი არის განუზომელი. ამით გააკონტროლებს ის გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ რეალური შედეგი აქედან ბევრი არაფერი არ იქნება. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ეფექტი მაშინ არის ძალიან მომგებიანი, როდესაც ხელისუფლება არის დალაგებული. ჩვენ ჯერ ხელისუფლება უნდა დავალაგოთ. ჩვენ ჯერ სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. 20 წელია არ ვარ ჩვენ სახელმწიფო არ აგვიშენებია. ჩვენ სააკაშვილმა მოახდინა კომუნისტური საბჭოური ხელისუფლების რეანიმაცია. ეს იყო და ეს მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ერთ-ერთში შეგიძლიათ ნახოთ, ესე მარტივი არ არის, რომ ვიღაცას მოუნდა და უშიშროება და ენკავედია. მეტი კი არაფერი გაუკეთებია სტალინს. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, აი ამ განცხადებამ ივანიშვილისა, რა პროცესებს შეიძლება დაუდოს საფუძველი თვითონ კოალიციის შიგნით? კოალიციის შიგნით არა მარტო კოალიციის შიგნით. მე რასაც ვუსმენ, ახლა ყველა სხვადასხვა კუთხით, მაგრამ მათ შორის ნაციონალებიც კი არავის არ უნდა რომ ივანიშვილი წავიდეს თანამდებობიდან. ამიტომ ყველა რაღაცას ამბობს, ამიტომ უნდა და ამიტომ უნდა, რაღაც ნაციონალების ინტერესი რა არის რომ ის დარჩეს? ნაციონალების ინტერესი იცით რა არის, რომ ივანიშვილი მაინც შემაკავებელი ფაქტორი არის იმ აგრესიის, რა აგრესიაც ამ ხალხის მიმართ არსებობს საზოგადოებაში. რეალურად არსებობს ეს აგრესია. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ ელიტას. მე მოსახლეობაზე ვლაპარაკობ. სხვათა შორის ის რაღაცები, რაც თბილისში ხდება, ხო, თუნდაც იგივე 17 და ასე. ეს არის დაგროვილი აგრესია, რომელმაც ჯერჯერობით გამოსავალი ვერ ნახა. ეს აგრესია მოსახლეობაში არის. და აი ეს ახალი რაღაცები, რაც ჩნდება, ხო, ამ აგრესიას აძლიერებს. ამიტომ ივანიშვილი შემაკავებელი ფაქტორია. თუ იტყვის, რომ არა ეს არ უნდა გაკეთდეს, დაუჯერებს მას ხალხი. თუ ივანიშვილი აქედან ამოვარდა, არავის არ დაუჯერებენ. შეიძლება პროცესები წავიდეს უმართავ და თუ უმართავი პროცესები წავიდა, ღმერთმა უქნას. ყველა სუდი ქვეყანასაც შეიძლება ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის. იგივე პრობლემა არის ქართულ ოცნებაშიც. ჯერჯერობით იქ კოალიცია საკმაოდ ისეთი
მოდი ასე ვთქვათ, რაღაცეები მოხდა, მაგრამ გამწევი ფიგურა ჯერ არ ჩანს. ეხლა მეთქვით, რომ კოალიციაში პირველი კაცი ივანიშვილის გარდა არსებობს? არა, ლიდერებს შორის, გამოკვეთილი ლიდერი არის ის და ამას ყველა განჩენ ლიდერი. გავწიეთ ივანიშვილის გვერდზე, ვინ არის პირველი კაცი? აი ზუსტად ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა, რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს. აქ არის მეტნაკლებად თანაბარი ძალები, შეგვიძლია ვთქვათ, რომელთა შორის არის კონკურენცია. ხო, მაგრამ ამ კონკურენციამ ჯერჯერობით შედეგი ვერ მოიტანა. ანუ აი მეორე კაცი სიტუაციაზე ვლაპარაკობ, ხო? ანუ ივანიშვილის გარეთ ლიდერი კოალიციას არ აქვს. არის ფართო სპექტრი. ძალიან ბევრს აქვს ალბათ პრეტენზია მეორეობაზე, მაგრამ მეორე არ ჩანს. არ ჩანს. ამიტომ არის ამიტომ მარცმათ უნდათ, რომ ეს ივანიშვილი წავიდეს. როგორც კი მეორე გაჩნდება, ივანიშვილს თამამად შეუძლია წავიდეს. გასაგებია, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და განვაგრძო ჩვენ საუბარს. მე მაინტერესებს ივანიშვილის წასვლა ნიშნავს თუ არა კოალიციის დაშლას, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? ოღონდ რეკლამის შემდეგ მიპასუხოთ. საქართველო და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ვსაუბრობთ ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე. ვახტანგ ძაბირაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ ვახტანგ, რეკლამამდე მე თქვენ დაგისვით შეკითხვა და ეხლა ველოდები თქვენგან პასუხს. რას ფიქრობთ, ივანიშვილის წასვლა იწვევს თუ არა ავტომატურად კოალიციის დაშლას? საკმაოდ რთული საკითხია იმდენად, რამდენადაც კოალიციას ჯერჯერობით ერთმანეთი ჭირდება. ამასთანავე თავად კოალიციაში ფლაგმანი ძალა არ არსებობს. არსებობს ახლად შექმნილი დაუშვათ ქართული ოცნების პოლიტიკური ჯგუფი, პარტიული ჯგუფი, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, მრეწველები, მაგრამ ცალ-ცალკე ესენი არც ერთი სამწუხაროდ ჯერჯერობით ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ, ისევე როგორც პარლამენტს გარეთ არსებული ოპოზიცია და რაც მთავარია, არ არის გამოკვეთილი კიდევ ერთხელ ვამბობ ლიდერი, რომელიც გაქაჩავს ძალებში რა თქმა უნდა რომელიც წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს რეალურად რო გითხრათ, ამდენად მათ ჯერ ერთმანეთი ჭირდებათ და რაღაც ეტაპზე ისინი შეინარჩუნებენ ამ ერთობას. მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შემთხვევაში ის ფიგურა, ვინცაც დატოვებს, როგორც თვითონ ამბობს ივანიშვილი, პრემიერად. ახლა ამასთანავე კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. და აი აქედან გამომდინარე ყველაფერი აი აქედან მე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ დაიშლება თუ შეინარჩუნებს ერთობას კოალიცია. ყოველ შემთხვევაში არ ველოდები უახლოეს მომავალში, რომ იქ რაღაც განხეთქილებები დაიწყება. გარკვეული ძალები მთელი ამ თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ ამას ივანიშვილს, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ ამ იდეის მომხრეების რაოდენობამაც იმატა და უფრო მკვეთრი გახდა მათი განცხადებები, რომ ივანიშვილმა თუ ის წასვლას აპირებს, ან თუ არ წავა ამ შემთხვევაშიც კი დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, რამდენად დიდია შანსი, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას? იცით რა მოთხოვნა ამისა არის მოსახლეობაში ნაკლებად უფრო არის დაუშვათ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტაში. ვიღაცები ფიქრობენ, რომ თუ არჩევნები ჩატარდება, დღეს არჩევნები ჩატარდება, ხო? მოხდება ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება 40% და ბუნებრივი არ იქნება და იქ რაღაც პროცენტები დარჩება, რომელსაც ყველა თავისთან ფიქრობს, რომ თვითონ წაიღეს, მაგრამ მე მეშინია იმის, რომ იმ ნაციონალები კი დაკარგავენ თავიანთ პროცენტებს, მაგრამ იმ პროცენტებს სხვა პოლიტიკური ძალა კი არა, ისევ ქართული ოცნება წაიღებს. და მისი უფრო საკონსტიტუციო უმრავლესობაც აიღოს.
აი ეს მოხდება რაიმე კარდინალურ ცვლილებას ამ ეტაპზე სამწუხაროდ იმიტომ რომ ცუდია როგორი სიტუაციაც არის დღეს პოლიტიკური და ძალთა განლაგება სამწუხაროდ მე არ ველოდები დანიშნავს თუ არა ივანიშვილი არჩევნებს ივანიშვილის არჩევნები არ ჭირდება და რატომ უნდა დანიშნოს ესეც არ მესმის დააკმაყოფილოს გარე ოპოზიციის არც საზოგადოებაში არ არის მოთხოვნა მე მოთხოვნა არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში რომელიც ვერ მოხდა პარლამენტში და საზოგადოების იმ ნაწილში რომელიც ვერ მოხდა სიაში დაახლოებით ეს ხალხი ეს კატეგორია მაგრამ არის თუ ჩდება თუ არა ეს მოთხოვნა ლეგიტიმური მაშინ თუ კი საპრეზიდენტო არჩევნებზე და იქნება თუ არა ესე ერთგვარად ტესტი იმისთვის რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობამ ვერ აიღოს ეს მეორე ადგილიც და აიღონ ზუსტად აი ამ არასაპარლამენტო ძალების კანდიდატებმა ან კანდიდატმა მეორე ადგილი საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამით აჩვენონ საზოგადოებას რომ აი ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რეიტინგი უფრო მეტ ხმას ვიღებთ არჩევნებში ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ამიტომ მათ არ ეკუთვნით ის 40% რომელიც აქვთ პარლამენტში და იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ ივანიშვილმა დანიშნოს მართლაც ასეთი არჩევნები. მოდი ესე ვთქვათ რა, კოალიციაშიც გარკვეული მხარდამჭერები, ერთეული დეპუტატები, მათ შორის ქართული ოცნების ფრაქციიდანაც გამოუჩნდნენ ამ იდეას. ფრაქციიდან გამოუჩნდა ქართული ოცნებიდან გამოუჩნდებოდა ამ იდეას, დარწმუნებული ვარ, არ გამოუჩნდებოდა სხვა. იმიტომ რომ იქაც როგორ თვლიან, იცით რა შეა საქმე. ის რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მე დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ რომ ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილს ვერ აიღებს ეს შეიძლება იყოს არგუმენტი მოსახლეობასთან სალაპარაკოდ მაგრამ ეს არ არის არანაირი არგუმენტი იმისთვის რომ ივანიშვილმა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები ეს ერთი ნაწილია მეორე ნაწილია რომ პროცესი რომელიც ახლა დაიწყო ფილმებთან დაკავშირებით არა ეს საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო რასაც სამართლიანობის აღდგენა ქვია ეს ვიდეო ფილმების პროცესი რომელიც ახლა მიდის და ამას კიდევ როგორც ჩანს კიდევ უფრო გაძლიერდება ეს რა ხასიათს მიიღებს და საერთოდ ესეც არ ვიცი ამიდან აქედან გამომდინარე შეიძლება უფრო ვიფიქროთ რომ ეს იქნას გამოყენებული და თუ მოხდება სისტემის გასამართლებანაც მაგრამ აქ მეორეა მომენტია რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას გაემიჯნება დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას და იქნებიან თავს გააკეთებენ ახალ რაღაც პარტიას არ ვიცი მე ჯგუფს აი ეს რა და რაც მთავარია მე ვერც კიდევ ერთხელ ვერც მოსახლეობაში და ვერც ხელისუფლებაში გარდა იმისა რომ ექნება პრობლემები ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას თქვენი ლოგიკის მიხედვით ესე იგი პოლიტიკურადაც ივანიშვილისთვის ეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრინციპში მისაღებია მისაღები არის თუ ხელს არა წინააღმდეგობის გამწევი არ არის რა თქმა უნდა მით უმეტეს თუ თქვენი ვარაუდის მიხედვით ეს დეპუტაციაც შუაზე გაიყოფა? არა, ალბათ გაიყოფა, იმიტომ რომ ეს პროცესი ესე ვერ დასრულდება. ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან ცხელი შემოდგომა გველის პოლიტიკურად თუ ზაფხულიც არა. ძალიან ცხელი, იმიტომ რომ ახლა სანამ შეიძლება აი ამ ვიდეო ფირებზე იყოს საუბარი. სხვათა შორის აბსოლუტურად უგნურობად მიმაჩნია მისი განადგურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კანონიერი თუ არის უკანონო, კეთილინებას პარლამენტმა და მიიღოს კანონი ან რაღაც დროებით რაღაც რომ ის იქნა შენახული, იმიტომ რომ ეს არ არის ვიღაცის ხუშტურებზე მარტო და აქ მარტო ადამიანის უფლებებზე არ ალაპარაკ, აქ სახელმწიფო ინტერესებზეა კიდევ ლაპარაკი. ფირები ქართულ პოლიტიკაში დღეს დიდ როლს ასრულებს. ძალიან დიდ ქართულ პოლიტიკაში კი არა, ქართულ საზოგადოებაში და ქართული სახელმწიფოებისთვის არის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი. მე ამ საუბრობ თქვა წამების ამსახველ მასალებზე, საუბრობ ამ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე რომელიც პოლიტიკოსებზე არსებობს. პირადი ცხოვრების მასალები ინახებოდა, იმიტომ რომ შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. მე საერთოდ არ მაინტერესებს უსმენდნენ თუ არა პოლიტიკოსებს. იმიტომ რომ პოლიტიკოსები ეს ცალკე თემაა.
მაგრამ აი ის ნაწილი, სადაც პირადი ცხოვრებაა და სწორედ შანტაჟის გულისთვის არის შენახული, თუ მისი ასლები სხვა ქვეყნის სამსახურებსაც აქვთ, მაშინ ის პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, იმათვის კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მშვენიერი მასალა მეხუთე კოლონის შესაქმნელად. ახლა როგორ ფიქრობთ? და ამ შემთხვევაში თუ რაღაც ასეთი დაუშვათ სიტყვაზე გავანადგურეთ ფირი და სადღაც ამოვარდა კიდევ ახალი რგოლი, ხო? იმის საშუალებაც არ გვექნება შევადაროთ ეს ის არის ჩვენ არქივში რო ინახება თუ კიდევ ახალია სადღაც. ამის საშუალებაც გვერდო. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ხანდახან აყოლილი ვართ, მაპატია და გარკვეული წილად პროვინციალურ დონეზე ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ესე მარტივი არ არის, იცით? მარტო ერთის გაფეტიშება არ შეიძლება ქვეყანაში ადამიანი უნდა დაიცვა ქვეყანაში. და აი ამ ეს უფლებები, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ეხლა მეორე საკითხია კიდე თუ სახელმწიფოს იმის თავიც არა აქვს, რომ ეს 18,000-ია თუ კიდე 58,000 ვიდეოფირი ისე შეინახოს, რომ მან არ გაჟონოს, მაშინ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი, კაცო, ხუმრობს ვინმე. ანუ აი ესა, ასევე აბადეთ ცოტა სხვაგან წავედით და კიდევ ერთი პროცესი დაიწყო. ამ პროცესის გაჩერება უკვე არ შეიძლება. ვერც ივანიშვილი გააჩერებს ამას, ვერც ვაშინგტონი, ვერც პარიზი. თუ ეს პროცესი ახლა შეწყდა, არ უნდა დაგვეწყო და მე ამის მომხრე ვიყავი თავიდან, რომ საერთოდ დაგვეხურა წარსული და დაგვეწყო თავიდან, მაგრამ რახან დავიწყეთ, ახლა იძულებული ვართ ბოლომდე გავიდე. და რატო ვამბობთ იცი ამას, რომ ძალიან ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ბედუკაძეზე და ასე შემდეგ. მე სხვა რამეს ვამბობ, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიწეს გენერალურ პროკურორს რაღაც ვადით უფლებები, მან ოფიციალურად და კანონიერად, რომ მან მიიღოს ყველა მომწურავი ჩვენება და თუ საჭიროა ბედუკაძეს კი არა, ვისაც საჭიროა, ყველას მიცეს ხელშეუხებლობის გარანტია იმისათვის, რომ ბოლოში გავიდეთ და ჭაობში სადღაც არ გავიჭრეთ, რომელიც მერე ისევ დაგვიტრიალდება. და მთელი საზოგადოებას თავბედს გვაწყეველი. ეს ბოლოში გასვლა რა არის? ბოლოში გასვლა რა არის და რახან დავიწყეთ გაშიფრვა. მე არ ვლაპარაკობ დემონსტრირებას, თუმცა აქაც კიდე საკითხავია, იცით რა? რა ვაჩვენო და არ ვაჩვენო, ჟურნალისტ ვაჩვენოთ, საკრებულოს წევრს და გლეხს არა, რაღაც ვერ გამოდის ეს. მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ. ბოლოში გასვლას გულისხმობ, რომ სისტემა მთლიანად თუ რაც სიბინძურია თუ რაც არის, ის უნდა გამოვიდეს. უნდა ვიცოდეთ რა იყო, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. და უნდა მოხდეს მართლა შეფასება იმისა, რაც ამ მინიმუმ 2004 საკეთ ხდებოდა. ვისურვებდი, რომ ასე წავსულიყავით და 97-მდე წავსულიყავით, მაგრამ არ ვიცი ამის ძალა და ენერგია გვეყოფა თუ არა, მაგრამ ეს მაინც უნდა გავაგებთ. ბატონ ვახტანგ, კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, წელს გაზაფხულამდე მთავარი საკითხი იყო ის შეეზღუდებოდა თუ არა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამაზე იყო გადართული მთელი ქართული პოლიტიკა და მთელი ქართული მედია და საბოლოოდ მოხდა ისე როგორც მოხდა, შეეზღუდა პრეზიდენტს უფლება კონსტიტუციაში, მაგრამ წამოიწია კიდევ ერთმა საკითხმა. ეს არის კონსტიტუციის ის ნაწილი, როდესაც თუ კი პრეზიდენტი გადადგება ოქტომბრამდე, ეს კონსტიტუცია აღარასოდეს აღარ შევა ძალაში. თქვენი აზრით არის რაიმე, ასე ვთქვათ, რაიმე არგუმენტი იმისთვის, რომ სააკაშვილმა გადადგას ასეთი ნაბიჯი და ოქტომბრამდე გადადგეს თანამდებობიდან და ეს კონსტიტუცია არ შევიდეს ძალაში. რა პოლიტიკურად რა შეიძლება მოიგოს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა ამ შემთხვევაში? არა, არც არაფერი პოლიტიკურად ვერაფერს სააკაშვილი ვერ მოიგებს. ეს დამოკიდებული უფრო არის არა პოლიტიკაზე, არამედ იმაზე თუ რა ინფორმაცია აქვს მას, რა დონეზე მიდის გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. იმიტომ რომ სააკაშვილის გადადგომა ეს არ იქნება, ეს არის გაქცევა. უფრო მე ამას დავარქმევდი გაქცევას, იმიტომ რომ თუ მან იცის რომ უკვე მასალები იმდენია, რომ ის შეიძლება დააბადოს, შეიძლება გაიქცეს და ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ გადადგომის შესახებ გაკეთება განცხადება, მაგრამ არა თბილისიდან და ავლაბრიდან, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქიდან ან ქალაქიდან, რომ აი გადადგა და კარგად მეყოლებოდა დაგვეშვიდოს. შორის ხედავთ პირდაპირ კავშირს, მხოლოდ ამ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში სააკაშვილის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს დანიშნავს პირველში კი არა 30-დან 31 ოქტომბერს, ახლა რასაც ვუყურებ, ხო ძალიან
ძალიან დაწვრილი მანდა რა, რუსულად უფრო სხვა არ ამექვია იმას, რასაც ახლა გაკეთებს, მაგრამ მაინც ესეთია, წვრილმანებს მოსდევს და კიდევ მინდა შევეხოთ ერთ საკითხს, სანამ ჩვენი საუბარი დასრულდება, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში პაატა ბურჭულაძე დაასახელეს გარკვეულმა ძალებმა, ჯონდი ბაღათურიამ პირდაპირ ტელეეთერში თქვა გუშინ ამის შესახებ, რომ მიდის მოლაპარაკება პაატა ბურჭულაძესთან, დღეს იყო მისი განცხადება, სადაც მას არ უარყვია, მოდით ესე რბილად ვთქვათ, უარყოფა არ გაუკეთებია ამ განცხადების. რა შეფასება შეგიძლიათ მისცეთ ამას, რას ხედავთ ამ პროცესის მიღება? შეფასება არის ასეთი, შეიძლება იყოს ასეთი, რომ იმ ძალებს, რომელსაც პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც ჯონდი წარმოადგენს, მან თქვა, რომ მარტო არა ვარ, კიდევ სხვა ძალებიც არიან პოლიტიკური ძალები, გამაერთიანებელი ჭირდებათ. კაც ანალოგიური სიტუაცია, როგორც ქართულ ოცნებაში, ხო? ესენ თანაბარი ძალის ხალხია, ერთმანეთის დასახელება უჭირთ, ანუ საკუთარი წრიდან ვიღაცის წინ წამოწევა უჭირთ, არჩევნებში მონაწილეობას მიღება უნდათ და აქ მოძებნეს არაპოლიტიკური, ნეიტრალური, საკმაოდ რესპექტაბელური ფიგურა ბატონი ბურჭულაძე. არ ვიცი ახლა რამდენად დათანხმდება, მეც ვუსმინე, რომ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ თუ ბურჭულაძე ფიქრობს, რომ ეს კომენტარიც თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ამ საკითხს. კი, ფიქრობს ამ საკითხს, მაგრამ ფიქრობს ალბათ იმას, რომ ალბათ მას ექნება შეხვედრები სხვებთანაც, არ გულისხმობ ჯონდის და იმ პარტიებს, ღიად რო ვთქვათ, ალბათ ის დაელაპარაკება პრემიერს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ახლა პრეზიდენტსაც თქვენი აზრით? არა, პრეზიდენტთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რატო უნდა დაელაპარაკოს, ვერ ხედავ აზრს. პრეზიდენტს რომ დაელაპარაკოს მე რა. ანუ მისი შემოსვლა ასეთ მაღალ თანამდებობაზე საბრძოლოდ ეს ნიშნავს კონკურენციას, პირდაპირ კონკურენციას ივანიშვილთან. ამიტომაც დაელაპარაკება, ექნება თუ არა მას ის ივანიშვილისგან ახლა იმას ალბათ ვერ მოითხოვს, რომ მან მარგველაშვილზე უარი თქვას და მაგრამ შეიძლება მოითხოვოს ნეიტრალიტეტი. ანუ ეს ნიშნავს პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ხარდაჭერას გარკვეულწილად, ნეიტრალიტეტი, თუ ანუ ეს ნეიტრალიტეტში რას გულისხმობთ, რომ ივანიშვილი არ დაეხმაროს მარგველაშვილს, მასთან ერთად არ გამოჩნდეს შეხვედრებზე? რა თქმა უნდა. ახლა ივანიშვილს შეუძლია თქვას, რომ ორივე მისთვის არის მშვენიერი კანდიდატურაა და რადგან ის აპირებს მოკლედ შეფუთვა შეიძლება ამის ისე რომ მაგრამ თუ ამ გარანტიას ვერ მიიღებს, ახლა არ ვიცი, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსი არ არის, რომ დავუერთო საკმაოდ ესეთი კარიერა აქვს, საკმაოდ დაფასებული ადამიანია და ახლა უნდა რომ არჩევნებში დამარცხდეს, რა შეძენს ეს მას ან საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური, ან რაიმე თვალსაზრისით მე ვერ ხედავ, არ ვიცი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ერთ სიტყვით პოლიტიკაში ძალიან დიდი ბუნდოვანება არის, შეგვიძლია ვთქვათ, მოცემულ ეტაპზე. ალბათ დავინახავთ ცოტა ხანში კონტურები გამოიკვეთება რა, როგორ იქნება. დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ვახტანგ ძაბირაძე იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებსა და მდგომარეობაზე ვისაუბრებთ. ნათია ფირაშვილი, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი. საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საგარეო ურთიერთობები, მთავარ მოკავშირეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეები საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო იმედის ეთერში ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველო და მსოფლიო, მე ვახო სანაია ვარ და გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებსა და დღევანდელ მდგომარეობაზე საქართველოში სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატია ფირაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, გაბატონ ნატია, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ გადაცემაში. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით, რა ძირითადი უფლებები ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყველაზე ხშირად დღეს საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აქედან გამომდინარე, სწორედ წელს პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში 3 თავი დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. ერთი ეხებოდა რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრებ, პანსიონატებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში მყოფ ბენეფიციართა მდგომარეობას და ერთი ზოგადად ასახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გარემოზე საჭიროება კორექცია და ყველა ამაზე ვსაუბრობთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები განპირობებულია სწორედ იქიდან, რომ გარემო არის შეზღუდული და გარემო რომ არ იყოს შეზღუდული, ძალიან ხშირად ეს შესაძლებლობებიც არ ექნებოდა შეზღუდული ამ პირებს. და რა თქმა უნდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, სერვისები. აი ამ გარემოს კორექცია, ხო, ესე ვთქვით. ანუ რას გულისხმობს ეს მიმართულება გავშალოთ უფრო? კეთილი. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე უნივერსალური და სრულფასოვანი დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ეს გახლავთ გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე. იქ განმარტებულია სწორედაც როგორ არის შესაძლებელი მოხდეს გარემოს კორექცია. ეს არის კერძოდ უნივერსალური დიზაინის გამოყენებით. უნივერსალური დიზაინი თავის თავში გულისხმობს, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, შენობები უნდა იყოს ადაპტირებული, არამედ თუნდაც კომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები, ყველა ეს დიზაინი უნდა იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება გარემოს კორექცია, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აღარ იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. აი ვთქვათ, შენობები ახსენეთ და შემდეგ, აქ პანდუსების და შემდეგ თემები შემოდის, ხო? დიახ. სამშენებლო კომპანიები თუნდაც, ვინც გეგმავს ვთქვათ ამ მშენებლობას, ისინი არ ითვალისწინებენ დღეს აი ამ სიტუაციას? რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ თითქმის უმრავლესობა შენობების ხელმიუწვდომელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ალბათ თითქოს ჩამოსაცვლელი იქნება ის დაწესებულებები, სადაც ისინი მოახერხებენ და შევლენ. თუნდაც ავიღოთ ბანკი, რომელშიც იღებენ ისინი საკუთარ პენსიას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოგეხსენებათ, აქვთ პენსია სახელმწიფოსგან. და პენსიის მიღება შესაძლებელია მხოლოდ Liberty ბანკში. არც ერთი Liberty ბანკის ფილიალი არ არის ადაპტირებული. ანუ ფაქტიურად თავიანთ კუთვნილ პენსიას ისინი ვერ იღებენ ბანკში. თუნდაც ეს მარტივი მაგალითი, ხო? მე არ ვამბობ იმ ბანკებზე, რომელიც თქვათ არ არის პროვაიდერი მსგავსი სერვისების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მაგრამ თუნდაც ეს ფაქტორიც კი, ხო? ანგარიში გახსნილი ადამიანს. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს არის სრული ხელმიუწვდომლობა. რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა ვალდებულება დაამკვიდროს და მე ამის შედეგად სანქციები, პროცედურები გაწეროს, ფაქტიურად არის ასევე შესული ჩიხში. იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 178 პრიმა და 178 2 პრიმა მუხლებს სწორედ ამას გვეუბნება, რომ სანქციაა დაწესებული, როდესაც არ ითვალისწინებს ახალი მშენებლობისას ესა თუ ის დაწესებულების სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. სანქცია განსაზღვრული არის 300-დან 800 ლარამდე. მოგეხსენებათ, რომ თვითონ თანხაც არაადეკვატურია, როდესაც მილიონიან მშენებლობას ეხება, ის რა თქმა უნდა ამ სანქციას გადაიხდის და არ გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ძალიან ცუდ ტონად, თუნდაც ნებისმიერი კომპანიისთვის, რომ ის იხდის ამ თანხას იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, მოდი ასე ვთქვათ, არ დაეხმაროს და ურჩევნია ჯარიმის გადახდა, იმის მაგივრად ცოტა მეტი დახარჯოს და გააკეთოს ვთქვათ ის, რაც გასაკეთებელია. ქონიათ თუ არა შეხვედრები აი ამ სხვა კერძო კომპანიებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსაც იგივე პრობლემა აქვს, მე რამდენადაც ვიცი და რასაც ვხედავ, რომ ადამიანებს უჭირთ უბრალოდ ვთქვათ, მისვლა ამა თუ იმ დაწესებულებაში, ასვლა ამა თუ იმ სართულზე, ხო? აი ამ შეხვედრების დროს რას გეუბნებიან ისინი?
ფაქტიურად გავსი შეხვედრა კერძო კომპანიებთან არ განმიხორციელებია, მაგრამ მე ვთვლი, რომ სახელმწიფო ჩვენ მაინც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ღვედის ტარება მხოლოდ მას შემდეგ ვისწავლეთ, როდესაც ღვედის არ ქონა, ჯარიმასთან იყო ასოცირებული. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ალბათ ადეკვატური სანქციები უნდა შემოიღოს ამისთვის. ამას გარდა არ არის გაწერილი პროცედურები, თუ ვინ ადგენს ოქმს ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება, არ არის ეს გაწერილი. ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მსგავსი ორგანო არის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო. ჩვენ მიმართეთ სამინისტროს და ვთხოვეთ განემარტოთ თუ რომელია ეს შესაბამისი ორგანო და გვიპასუხეს, რომ ასეთი ორგანო არ გააჩნია. მოდით აი ესეთი სურათი წარმოვიდგინოთ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მიდის სადღაც დაწესებულებაში და ის ვერ ახერხებს ამ შენობაში ნორმალურ გადადგმებას. აი ბანკის მაგალითი მოიყვანეთ თქვენ, ხო? ამ შემთხვევაში მისი უფლება ირღვევა. რა თქმა უნდა. რა უნდა გააკეთოს მან? ვის უნდა მიმართოს? თავისი ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოფხვრას? ვინ ეხმარება მას ამ ყველაფერში? სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით ჩვენ და არა მარტო ჩვენ ყველა ის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვიბრძვით, რომ მოხდეს გაეროს კონვენციის რატიფიცირება შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელსაც თან ახლავს ერთგვარი პროტოკოლი ოქმი, სადაც ინდივიდუალური უფლებადარღვევის გასაჩივრების წესია მოცემული. ფაქტიურად ასეთ შემთხვევაში გაეროს შესაბამის კომიტეტში ნებისმიერ ინდივიდს შეზღუდული შეძლოს მქონე პირს ექნება შესაძლებლობა, რომ გაასაჩიროს მსგავსი უფლებადარღვევა და სახელმწიფო აიძულოს, რომ ეს უფლებადარღვევა აღმოიფხვრას. აქედან გამომდინარე, ჯერ ჩვენ ეს ბერკეტები არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, სასამართლოს ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც შენი უფლება ირღვევა, ამ დროს უნდა მიმართო სასამართლოს, ხო? მაგრამ ჩვენ გქონდა ასევე ასეთი кейსიც, რომ სასამართლოში საკუთარი სარჩელის განხილვას ვერ დაესწრო შეზღუდული შეძლოს მქონე პირი, რომელიც იუსტიციის და თბილისის მერიის წინააღმდეგ ვერ დაესწრო რატო? მარტივად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩაინიშნა ისეთ სართულზე და ისეთ ოთახში სარჩელის განხილვა, სადაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანს. კონვენციის მიღების შემთხვევაში თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება? და რა ეტაპზეა ამ კონვენციის საქმე? მე რამდენიც ვიცი, პარლამენტში პრობლემები ქონდა, ხო, ამ კონვენციას? აი იქნება ამის შესახებ მოგვი. კი ბატონო. ფაქტიურად ეს არის, როგორც გითხარით, ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიღებამდეც, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია იქნება, საყოველთაო დეკლარაცია თუ ბავშვის უფლებათა კონვენცია, ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრა თუ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები ყველა ითვალისწინებს შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებებს და რა თქმა უნდა, როდესაც ზოგადად ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, იქ მოიაზრებიან შეზღუდული შეძლოს მქონე პირები. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთლიანად შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებებს ეხება და აქ არის სისტემატიზაციაში მოყვანილი და ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტია ამ პირების უფლებების დასაცავად. როგორც უკვე ვახსენე, ამ კონვენციას თან ახლავს თუ როგორ უნდა მოახდინოს ამ უფლებების რეალიზება და როგორ დაიცვას იმ შემთხვევაში თუ ირღვევა მისი უფლებები ცალკეულმა შეზღუდული პარლამენტში სად რა ეტაპზე აქვს წინააღმდეგობა და რატომ აქვს ეს წინააღმდეგობა? არგუმენტები ალბათ არის მეორე მხარესაც, ხო? დიახ, ძალიან დიდი ხანი ბრძოლის და ბევრი მუშაობის შედეგად როგორც იქნა მთავრობამ მოახერხა და დასკვნები წარადგინა ყველა სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროში. პროცედურაა ასეთი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა სამინისტროსგან აგროვებს დასკვნებს კონვენციის რატიფიცირების მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც გადაეგზავნება პრეზიდენტს და პრეზიდენტი შედის ამა თუ იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების წინადადებით პარლამენტში. ეს პროცედურები გავიარეთ. პარლამენტში, როდესაც უკვე გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, 6-მა კომიტეტმა მოისმინა კონვენციის რატიფიცირების თემა, ფაქტიურად ერთადერთი ამ კომიტეტებიდან აღმოჩნდა იურიდიული საკითხთა კომიტეტი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია კონვენციის რატიფიცირება, ვინაიდან არ არის დაცული პროცედურები, რომელიც გაწერია საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონში. ანუ აი მარტივად რომ მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ის, რომ არ ახლდა იმ დოკუმენტებს, რომელიც გადაიგზავნა საგარეოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პრეზიდენტთან უკვე პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
ანუ ამ კონვენციის მიღების შემდეგ რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქართულ კანონმდებლობაში, ამ ცვლილებების პაკეტი უნდა ხლებოდა თან. რაც არ ახლდა. ეს ვინ უნდა მოამზადოს? ეს რა თქმა უნდა მოამზადოს იუსტიციის სამინისტრომ, მთავრობამ უნდა მოამზადოს და შეიტანოს. სამწუხაროდ საკომიტეტო მოსმენას ვერ გაცდა პარლამენტში კონვენციის რატიფიცირების თემა და ეს შეწყვეტილი არ არის ლოგიკა, იმიტომ რომ ამ კონვენციის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში ამოქმედების შემთხვევაში ეს ბუნებრივია ბევრ სხვა კანონში. რა თქმა უნდა. იწვევს ცვლილებებს, ხო? უბრალოდ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი მქონდა ასეთი, რომ ჩვენ გვაძლევს კონვენცია 2 წელიწადს, სადამ პირველი ანგარიში მომზადდება შეზღუდული შეხედულის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, გვაქვს 2 წელიწადი იმისთვის, რომ მსგავსი ჰარმონიზაცია კონვენციის საქართველოს კანონმდებლობაში მომდევნო 2 წლის განმავლობაში განხორციელდეს. ანუ ამის ასე სასწრაფო წესით და დაჩქარებულად გაკეთებაც არ იყოს საჭირო. ვფიქრობ, ამის გაკეთება შემდგომშიც უკვე რატიფიცირების შემდგომ პერიოდშიც შეეძლო სახელმწიფოს განეხორციელებინა. კარგით, ანუ თუ კონკრეტულ კანონ, ესე იგი, სხვა კანონში არ გაიწერა, ამას შეიძლება მართლა წარმოქმნას პრობლემა, მაგრამ სანამ გაიწერება, თქვათ, მოხდა რატიფიცირება და სანამ გაიწერება სხვა კანონში ეს ყველაფერი. მანამდე რა პრობლემები უგვარდებათ ადამიანებს? ყველაზე მეტად ხო მათ ეს აინტერესებთ ახლა და ვინც ჩვენს გვისმენენ, ხო, ახლა ადამიანები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რა პრობლემებს უგვარებს? რა არის მათთვის ეს კონვენცია? სანამ იქ კონკრეტულ კანონში რაღაც ჩაიწერება. დიახ. კონვენცია არის ხელშეკრულება, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოს. აი, ზუსტად ეს მაინტერესებს, ანუ კონკრეტული პრობლემები რა მოუგვარდება? აი, რატიფიცირებულია კონვენცია, ადამიანი, რომელიც ბანკში ვერ მიდის თავისი პენსიის ასაღებად, აი ამ პრობლემის მოგვარებაში მას როგორ დაეხმარება? ფაქტიურად, როდესაც სახელმწიფო აკეთებს კონვენციის რატიფიცირებას, ამით იღებს ვალდებულებას, რომ კონვენციაში მოცემული უფლებების რეალიზება მოხდეს. ანუ შეუძლია ბანკს უთხრას, რომ შენ შესაბამისი დიზაინით უნდა მოაწყო ახლა. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი კანონები, უნდა შეიტანოს ცვლილებები, გაამკაცროს, რომ ბანკმა შემდგომში ეს გაითვალისწინოს, ხო? მაგალითად, შვეიცარიაში ვერც ერთი შენობა ვერ შევა ექსპლუატაციაში, თუნდაც ის სრულად აშენებული და დასრულებული იყოს, თუ მანში არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შეხედულის მქონე პირთა საჭიროებები. მაგრამ ისეთი ქვეყანა როგორც არის პოლონეთი, ვთქვათ, უფრო აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყანა, რეალურად მათ დაიწყეს ნაბიჯ-ნაბიჯი, იმიტომ რომ ყველა შენობის რეაბილიტაცია და ადაპტირება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ჯერ დაიწყეს პირველი ნაბიჯების, რომ ყველა ახალი შენობა, რომელიც აშენდება, ის უნდა იყოს ადაპტირებული და თანდათანობით მიმდინარეობს უკვე ძველი შენობების ადაპტირების პროცესიც. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ მეორე დღეს გავიღვიძებთ და ყველა შენობა ადაპტირებული გვექნება. არა, უბრალოდ კონვენციის რატიფიცირების შედეგად სახელმწიფოს ექნება მეტი ვალდებულება აღებული საკუთარ თავზე, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს და გააუმჯობესოს როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე არსებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, თქვა, სანამ აი ამ კანონების და კონვენციის მიღმა არის სიტუაცია, თავად საზოგადოება რას აკეთებს, ხო, იმისთვის რომ დაეხმაროს მას, ვისაც სჭირდება დახმარება ამ მიმართულებით. ანუ არიან დაწესებულებები, რომელთაც თავის თავზე აიღეს ეს ყველაფერი, არავალდებულებს დღეს კანონი, მაგრამ აკეთებს ამას. რომ შესაბამისად მოაწყოს შენობა, ვთქვათ. დიახ. გვაქვს ასეთი გამონაკლისები? გამონაკლისი შემიძლია გითხრათ საჯარო სამსახურში, ეს არის იუსტიციის სამინისტრო, იმიტომ რომ ფაქტიურად ბოლო წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ერთადერთი საჯარო სამსახურია, სადაც ასე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შეხედულის მქონე პირებისათვის შენობა. მაგრამ კერძო სექტორშია განსაკუთრებით საინტერესო. კერძო სექტორში საინტერესოა ის, რომ მაგალითად რამდენიმე კაფე შემიძლია, თქვა, სადაც შეზღუდული შეხედულის მქონე პირები ახერხებენ, რომ მივიდნენ და დაისვენონ, ან რაღაც თავისუფალით რომ გაატარონ. ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შეხედულის მქონე პირებს გულისხმობ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული შეხედულის მქონე პირები თავის თავში მოიცავს უფრო ფართო სპექტრს შეზღუდვების. მაგალითად, ძალიან ხშირად, როდესაც ვამბობთ შენობის ადაპტირებაზე, მოიაზრება ხოლმე, რომ მხოლოდ გაკეთებ პანდუს და ეს ნიშნავს, რომ შენობა ადაპტირებულია. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ რომ ხედულობის არ მქონე პირებისთვის ასევე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი შენობის ადაპტირება. კედელზე დამაგრება ხელის მოსაკიდებელის, იქნება საკმარისი, რომ მან დამოუკიდებლად მოახერხოს ამ შენობაში გადაადგილება, ხო?
არაფერ ძალიან დიდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ხედველობის არ მქონე პირებისთვის შესაძლებელი იქნება, რომ ეს შენობა იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხო ამ კუთხით და რა კეთდება და ძირითადად ვინ არის ამ საკითხებით დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციები არის მრავლად, მე რამდენად ვიცი, რამდენად ქმედითია მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რამდენად წინსვლა, თქვათ, გასულ წლებთან შედარებით. რაღაც მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ იმის, რომ თქვათ, ან გაუმჯობესდა ამ ხრივურთი სიტუაცია, ან რა ვიცი, ერთ ადგილას ვდგავართ, ან გაუარესდა. რა სიტუაცია გვაქვს? ფაქტიურად, რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა გეთანხმებით, ბატონო, რომ არის რეალურად ის, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ხშირად არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ. მათმა მშობლებმა, მეზობლებმა, თანაკლასელებმა და ასე შემდეგ. ფაქტიურად, ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება ნომერ პირველი პრობლემაა ამ ადამიანებისთვის. იმიტომ რომ როდესაც არ იცი როგორ დაეხმარო, გინდა რომ დაეხმარო, მაგრამ ისე დაეხმარო ამ ადამიანს, რომ ისი ღირსება არ შელახო, ეს რა თქმა უნდა ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელმაც ნამდვილად ძალიან მთელი სულით და გულით მოინდომა რომ დახმარებოდა, მაგრამ გამოვიდა რომ ბოლოს ეს იყო ქველმოქმედება. ამიტომ დღეს მსოფლიოში არის ასეთი მიდგომა, რომ ქველმოქმედებითი მიდგომიდან უნდა გადავიდეთ უფლებადაცვით მიდგომაზე. ჩვენ მათ უფლებებს უნდა ვცეთ პატივი. შევქმნათ გარემო, სადაც თანაბარი იქნება შესაძლებლობები და ეს იქნება ყველაზე მეტი დახმარება ამ ადამიანებისთვის. რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მცირე რიცხვი, დაახლოებით 85-მდე ორგანიზაცია მუშაობს მთლიანად საქართველოში, არა მარტო თბილისის მასშტაბით ამ თემებზე, მაგრამ აი სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ვხედავ ამ არასამთავრობო სექტორში არის ის, რომ იმის მაგივრად, რომ ეს ორგანიზაციები გაერთიანდნენ, ერთად დადგნენ და ერთად იბრძოლონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები შეასრულოს შეზღუდული შეძლოს მქონე პირებთან მიმართებაში, აქვთ რაღაცა პირადი გაუგებრობები და რაღაცა დაყოფა და ასე შემდეგ. რაც ვფიქრობ, რომ თვითონ ამ საქმეს არ წაადგება და არ მოუხდება. ამას გარდა ასევე ძალიან კარგი ტენდენცია ის, რომ ბევრი ახალგაზრდა ლიდერი წამოვიდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვიდა შინაპატიმრობიდან და თქვა, რომ აღარ მინდა სახლში ყოფნა. მინდა რომ გამოვიდე, მინდა დავიცვო ჩემი უფლებები, მომისმინეთ, ერთად ვიმუშაოთ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კამათიც, რაც აი თუნდაც ამ ერთგვარი დაპირისპირების და ერთმანეთში ჭიდილის და კამათის შედეგად. მოდის, ესეც კარგია. ამ თემაზე რომ არავინ არ საუბრობდეს, ამ თემაზე რომ არ კეთდებოდეს გადაცემები, ვფიქრობ ეს უფრო ცუდი იქნებოდა. ასევე მინდა ეხლა ვისარგებლო და მადლობა მოგიხადოთ, რომ ამ თემას დაუთმეთ გადაცემა. ვფიქრობ, რომ სოციალური თემატიკა ზუსტად ის არის, რაზეც ძალიან ბევრი უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ტელეეთერით, ისე რადიოეთერით და ყველამ ერთად, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სახალხო დამცველის საკეთებელი არ არის. ამ ადამიანების უფლებების დაცვა ვფიქრობ ყველას კუთვნილება და ყველას საერთო რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი საუბარი იქნება ამაზე, უკეთესი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის და ამ პირებისთვის, აი კიდევ აი საზოგადოების კონტექსტში ტრიალებ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რამდენად ხშირია მომართვიანობა, თუნდაც თქვენი ოფისისადმი, სადაც დისკრიმინაციულ თემებზე არის საუბარი, სამსახურში აყვანაზე და ასე შემდეგ. აი რა სახის პრობლემები გვხვდება აქ? დიახ, მოგახსენებთ ახალი საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტი მუშაობის გახლავთ ის, რომ ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ ოფისში და დაველოდოთ როდის მოვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რამიშვილის ქუჩა ნომერ 6 და მოიტანს განცხადებას. არამედ გავიდეთ რეგიონებში, თავად შევხვდეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და აღმოვაჩინოთ როგორც ინდივიდუალური უფლებადარღვევები, ასევე სისტემური ხარვეზებიც, რაც ზოგადად ამ სისტემას გააჩნია. და აქედან გამომდინარე ხდება როგორც ცალკეულ განცხადებებს და ცალკეულ უფლებადარღვევაზე რეაგირება, ასევე სისტემური ხარვეზების აღმოჩენისას რეკომენდაციები ამა თუ იმ მთავრობის უწყებასთან. მინდა გითხრათ, რომ დასაქმების დროსაც ძალიან ხშირად ბევრმა დაკარგა კიდეც სამსახური, იმის გამო რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. არიან ისეთები, რომლებიც ვერ იწყებენ მუშაობას, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ესა თუ ის საწარმო, ესა თუ ის ორგანიზაცია ადაპტირებული და უბრალოდ არ არის ის გარემო, სადაც მოახერხებდნენ და იმუშავებდნენ. აქედან გამომდინარე კიდევ მინდა ასევე აქცენტი გავაკეთო იმაზეც, რომ
სოციალური პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემებიც არის ის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანებს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დააზღვიეს და ყველას აქვს თითქოს დღეს დაზღვევა, ის არ ითვალისწინებს საჭიროებებს. და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში. საქართველო და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობაზე საქართველოში. ნათია ფირაშვილი სახალხო დამცველის ოფისიდან არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონ ნათია, მოდით გავაგრძელოთ ის საუბარი, რაზეც შევწყვიტეთ რეკლამის დროს. ეს არის სოციალური საკითხები, ჯანდაცვა. ამ მიმართულებით არის სერიოზული პრობლემები და მოდით ეს თემა გავშალოთ. კეთილი. მოგეხსენებათ, მე ვსაუბრობდი რეკლამამდეც, რომ ამ შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებს აქვთ დაზღვევა, მაგრამ დაზღვევა, რომელსაც ვერ გამოიყენებ, ფაქტიურად არის ფარატინა ფურცელი. დაზღვევა არ ითვალისწინებს შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებულ საჭიროებებს. ამას გარდა არის ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა, სერვისი, სახელმწიფო პროგრამები, რომელშიც ასევე არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა ბავშვთა საჭიროებები. ანუ თუ ვაკეთებთ სახელმწიფო ამ თანხას მაინც ხარჯავს და აკეთებს ამას შეზღუდული შეძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და არ გაითვალისწინებს ამ ბავშვების საჭიროებებს, მაშინ ეს სერვისიც აღარ არის ეფექტური. სწორედ ამაზეა ჩვენი წუხილი და ამის მიმართულებით ვაკეთებთ ჩვენ ხშირად განცხადებებს და რეკომენდაციებს, რომ გათვალისწინებული იქნას ის განსაკუთრებული საჭიროება. მე ამას გარდა არ მინდა დაუკარგო განათლების სამინისტროს ის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც წამოიწყეს პროფესიული ინკლუზიური განათლების პროგრამაზე მუშაობს ახლა განათლების სამინისტრო, რაც ალბათ დამერწმუნებით, რომ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ პროფესია, მიიღონ უნარები, რაც შემდგომში მათ დაეხმარება დასაქმებაში და საკუთარი დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფაში. რომ ფაქტიურად დამოუკიდებელი ცხოვრების გარეშე ეს ადამიანები ყოველთვის დარჩებიან ვიღაცის შემხედვარე, ვიღაცის ქველმოქმედების მომლოდინი, თუნდაც საკუთარი დედის დახმარების მომლოდინი. როცა ამ ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ვასწავლოთ და დამოუკიდებლად ცხოვრება მათ შეუძლიათ. ამიტომ ამ კუთხით უნდა დავეხმაროთ ზუსტად. აი, კონკრეტული ადამიანი, ვინც გვისმენს ახლა, ფიქრობს, რომ და მას აქვს ესე წარმოდგენა, თქვა, ჭირდება ვიღაცას ეტლი და არა აქვს ეს ეტლი და მას შეუძლია გაწიოს ქველმოქმედება მეგობრებთან ერთად და შემდეგ. ანუ ის რო გვისმენს, რა დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ მოდი მე ეს არ უნდა გავაკეთო და გავაკეთო რა. რა ფორმით დავეხმარო. რა თქმა უნდა გააკეთოს ქველმოქმედებაც. მე არ ვამბობ, რომ ქველმოქმედების გარეშე ეს თემა ამოწეული, იმიტომ რომ დამიჯერეთ, რომ საქართველოში შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებს გარდა იმისა, რომ აქვთ შეზღუდული შეძლებლობები, ცხოვრობენ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში. არიან ისეთივე და ფაქტიურად ისეთი მოწყვლადი ჯგუფი, როგორც შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირები არიან, უმეტესობა ცხოვრობს სიღარიბეში. იმიტომ რომ თუ ოჯახი მდიდარია, მაშინ ახერხებენ, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობები მას აღარ უქმნიდეს ბარიერს და პრობლემებს და ფაქტიურად ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხელშეწყობა, ახდენენ კიდეც საზოგადოებაში რეალიზებას. მაგრამ პრობლემები იმ შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირების, რომლებიც თუნდაც მთიან რეგიონში ცხოვრობენ, რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც უბრალოდ გზაც არ არის მოწესრიგებული, სადაც ეტლით გამოვა, ხო? და დამოუკიდებლად მოახერხებს გადაადგილებას, თან გამომდინარე არის ძალიან ბევრი პრობლემა დღეს, როდესაც დახმარება, რა თქმა უნდა გაუწიოთ. ოღონდ ისე უნდა დავეხმაროთ, რომ მისი ღირსება არ შევლახოთ. მე ამაზე მინდოდა გამეკეთებინა აქცენტი. რა თქმა უნდა, როდესაც ვეხმარები ადამიანს, რომელსაც მხედველობა არ აქვს და გადადის გზის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე, მე მას უნდა დავეხმარო. მაგრამ ისე უნდა დავეხმარო, მან შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი. მე ამაზე მინდოდა მე გამეკეთებინა აქცენტი. რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ეტლი და თუ ასეთი მოქალაქე არის, რა თქმა უნდა გადასცეს ეტლი იმას, ვისაც ეს ასე ჭირდება და არა აქვს. აი, ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობდით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ერთი მხარე არის ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა იცოდეს თავისი უფლება, ხო? და მეორე, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვინც არის თქვათ დამსაქმებელი, კერძო სექტორშია თუ სახელმწიფო სექტორში არ აქვს მნიშვნელობა. ვინც სამსახურში უნდა აიყვანოს მეორე ადამიანი. მისი ცნობიერება შესაბამისად უნდა იყოს მაღალი, რომ ადამიანი, რომელსაც თქვათ აქვს მხედველობის პრობლემა, მაგრამ მას შეუძლია გააკეთოს რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებას. აი, ხშირ შემთხვევაში
არის ესეთი მიდგომა, რომ ამ ადამიანს შეზღუდული აქვს რაღაც შესაძლებლობა და ეს სამსახურში მე არ გამომადგება. სამწუხაროდ არის ესეთი მიდგომა, ხო? ამ კუთხით რა კეთდება, რომ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ ფართო საზოგადოებისთვის. რომ ფართო საზოგადოება მიწოდეს, რომ დისკრიმინაციულად არ უნდა მიუდგეს ვიღაცას. იმის გამო, რომ ის ეტლით გადაადგილდება, არ უნდა შეუზღუდოს უფლება, რომ სამსახურში აიყვანოს. ხო, აი ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანია რამდენად ინტენსიურია, რამდენად დიდია და ფართოა. ამ მიმართულებით გეთახვებით, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და თქვენი შენიშვნა ძალიან სწორი იყო, იმიტომ რომ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა რომ იცოდნენ უფლებები, ეს არ არის საკმარისი, მათ შესახებ სხვებმოც უნდა იცოდნენ. და ალბათ სწორედ თქვენ მას-მედიას უნდა გთხოვოთ, რომ დავუთმოთ ამას მართლა უფრო მეტი დრო ვიმსჯელოთ ამ თემაზე და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუნდაც საგანმანათლებლო სახის შინაარსის კამპანია, იმიტომ რომ მე თვითონ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ის შეხვედრები განვახორციელეთ როგორც ექიმებთან, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობენ, თუნდაც სტომატოლოგი ხო? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჭირდებათ სტომატოლოგი. მაგრამ ძალიან ხშირად ბევრი სტომატოლოგი არ იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იმიტომ რომ არ იცის როგორ უნდა მოემსახუროს. თან გამომდინარე, ალბათ უნდა შევიტანოთ განათლების კუთხით ძალიან ბევრი. თუნდაც კურიკულუმი ან ის საგანმანათლებლო მოდული უნდა შეიცავდეს რაღაც ინფორმაციას. როდესაც ამთავრებს სამედიცინოს და ხდები სტომატოლოგი, ალბათ უნდა თვითონ უნივერსიტეტმაც მოგცეს ამის რაღაც საბაზისო ცოდნა, როგორ მოემსახურო მას, ხო? ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ისინი ემსახურებიან და უშუალო კონტაქტში არის. სოციალური მუშაკი, რომელმაც უნდა შეაფასოს, რომელმაც მერე შემდგომში მისცეს დახმარება, პენსია და სოციალური სერვისები შესთავაზოს. თუ ამ სოციალურმა მუშაკმა თვითონ არ იცის ეს უფლებები, თვითონ არ იცის ის როგორ დაეხმაროს, ხო? აქედან გამომდინარე პრობლემებიც იქნება. მე ახლა გამახსენდა ერთი თუნდაც იმ ბავშვის გარდაცვალება. თქვენ გახსოვთ რომ გარდაიცვალა ბავშვი აჭარაში იმის გამო რომ მას უბრალოდ არ ჰქონდა საკვები. ამ დროს სახელმწიფოს აქვს ასეთი პროგრამა, რომ ვაუჩერით უზრუნველყოფს. და ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ვინ? ისევ იმ სოცმუშაკმა, თუნდაც უბნის რწმუნებულმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მის უბანში ვინ ცხოვრობს, ხო? მოსამართლე თუ არ იქნება ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, შესაბამისად ვერ გაუწევს ამ ადამიანს, ხო? სწორ სამართალწარმოებას ვერ დაეხმარება. ძალიან საინტერესო იყო თქვენ თქვით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვერ დაესწრო სასამართლო პროცესს. ძალიან საინტერესო არის ამის შესახებ ალბათ მოსამართლისთვისაც გახდა ცნობილი, ხო? დიახ, ჩვენ რეკომენდაციით მიმართეთ. ხო, აი რა გაგრძელება მოყვა ამ ყველაფერს? მოკლედ გადაიდგა რაიმე ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო? ძალიან უცნაურად აღმოიფხვრა პრობლემა, ჩვენ მოგწერა საერთო სასამართლოებიდან მოგვიმდა პასუხი ამ რეკომენდაციაზე, რომ სხვა შემთხვევაში გაითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და პირველ სართულზე ჩანიშნავენ განხილვებს. პირველი სართული არის მოწყობილი შესაბამისად? კი, შესასვლელს პანდუსები აქვს. აი საინტერესო არის განათლების კუთხით რა პრობლემები ექნებათ ამ პირებს. თუნდაც უმაღლესა თუ კი ადაპტირებული არ არის შენობები. უმაღლეს სასწავლებელში ადამიანი როგორ შედის? ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ ბოლო ინფორმაციით მხოლოდ 47 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია უმაღლეს სასწავლებელში რომ სწავლობს დღეს საქართველოში. მათ ეხმარებიან მეგობრები, ისევ თანაკურსელები და ასე ხელით აყავთ ეთლით მოსარგებლე პირი, ან ეხმარებიან და ისე მიიყავთ. მათი დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ხელმიუწვდომელია მათთვის საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად სტატისტიკური მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 10% შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. წარმოიდგინეთ რამხელა ციფრი და მხოლოდ 47-მა შეძლო რომ ჩაებარებინა უმაღლესი სასწავლებელს ჩასაბარებელი ეროვნული გამოცდები. გვხვდება დანარჩენი სპექტრი, ხო? ამ ადამიანებისთვის ნამდვილად უნდა იყოს შესაძლებელი პროფესიული სწავლება. იმიტომ რომ არის რაღაცა, რომელი მხარეც აქვს ძლიერი და ამ ძლიერი მხარის მხარდაჭერა და ამ ძლიერი მხარისთვის რაღაც ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება თუ არ მოხერხდება, ეს ადამიანები ყოველთვის დარჩებიან განათლების მიღმა.
თქვენ ახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში კომპიუტერული პროგრამები, ადაპტირება, კომპიუტერული პროგრამების აქ რა იგულისხმება ძირითადად? ფაქტიურად მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხედველობის არ მქონე მეგობრების უმეტესობა ძალიან კარგად იყენებს კომპიუტერს. და ისინი ახერხებენ, რომ კომპიუტერით მიიღონ ხშირად ინფორმაცია. რა თქმა უნდა, არის ისეთი კომპიუტერული მოწყობილები, რომლებიც ხელმისაწვდომია და blind friendly, ხო, რაღაცა. ანუ მხედველობის არ მქონე პირებისთვის მეგობრული გარემოა და აქედან გამომდინარე ისინი ახერხებენ მის მოხმარებას. არის ალბათ ისეთი მოწყობილობებიც ხელმიუწვდომელია, იმიტომ რომ თუ არა აქვს ოჯახს ამის შესაძლებლობა, ხო, ფაქტიურად ამ ადამიანებისთვის კომპიუტერიც ასევე ფუფუნებას წარმოადგენს და ძალიან ბევრი შეზღუდული შეხედულების მქონე პირისთვის ხელმიუწვდომელია, მაგრამ რეალურად მე აქ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ შესაძლებელია ასეთი მოწყობილობების, რა თქმა უნდა, დანერგვა, რა თქმა უნდა, ამ ხელმისაწვდომობა ასეთი კომპიუტერული პროგრამების ამ პირებისთვის, რაც ალბათ ასევე სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის. აი სახელმწიფო რას აკეთებს დღეს, რომ დაეხმარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს? ფინანსურად რა თანხებზე არის ზოგადად ლაპარაკი და ზოგადად რა ნაბიჯებს დგამს დღეს კონკრეტულად სახელმწიფო იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს მათ? კარგით, მე ვფიქრობ ეს ნამდვილად სასარგებლო ინფორმაცია იქნება ჩვენი მსმენელისთვის, ამიტომ მე ცოტა მეტ დროს წავიღებ, მაგრამ ჩამოვთვლი. არის ფულადი დახმარებები, რა თქმა უნდა, რომელსაც შეზღუდული შეხედულების მქონე პირები იღებენ სახელმწიფოსგან. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დაბალი 70 ლარი, რაც ხშირად მედიკამენტებზეც არ ყოფნით, არათუ გამოკვლევაზე და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ეს არის მცირედი ფულადი დახმარება, რასაც დღეს სახელმწიფო ამ ადამიანებისთვის გასცემს, არის ასევე სოციალური სერვისები. მიტოვებული შეზღუდული შეხედულების მქონე ბავშვებისთვის არსებობს ჯერ კიდევ ბავშვთა სახლები, სამწუხაროდ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ამ ბავშვთა სახლებს არ შეხებია და ისინი ჯერაც ფუნქციონირებს. რატომ? იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოს დღემდე არ აქვს ის გზა და პოლიტიკა თუ როგორ უნდა მოახდინოს შეზღუდული შეხედულების მქონე ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, რა ალტერნატიული სერვისები შესთავაზოს. თუნდაც მინდობით აღზრდაში გადასვლისას, ხო? რეალურად არ არის მომზადებული პროფესიონალი სპეციალური მიმღები ოჯახები. საზღვარგარეთ ეს პროფესია და მიმღები ოჯახები ამაში იღებენ ხელფასს. აქედან გამომდინარე, როგორც ეს საქართველოში დაინერგა, რომ მიმღები ოჯახებისთვის რაღაცა ეგრეთ წოდებული ბიზნესია, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა არის 650 ლარი თვეში ერთ ბენეფიციარზე, ზოგს 2 და 3 შეზღუდული შეხედულების მქონე ბავშვი ყავს მიმღებ ოჯახში. მაგრამ ეს არ არის მისთვის პროფესია. ეს არის რაღაც დამატებითი შემოსავალი. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაუწყვეტელია და რომელზეც სახელმწიფო აუცილებლად უნდა იმუშაოს. ამას გარდა არის ბავშვთა ადრეული პრევენციის, ბავშვთა რეაბილიტაციის სოციალური პროგრამები, ასევე სათემო ორგანიზაციები, სადაც შეზღუდული შეხედულების მქონე პირები თემში ცხოვრობენ და რაც ერთ-ერთი ალტერნატიული სერვისია რეზიდენტული დაწესებულებების. ამას გარდა არის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. და მინდა ვთქვა, რომ დამხმარე საშუალებებში ძალიან ხშირად მხოლოდ ეტლს მოიაზრებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. აქ არის ხელჯოხიც, წელს დაემატა ასევე და მხედველობის არ მქონე პირებისთვის თეთრი ხელჯოხიც მსმენელებო არის ასევე უფასო სახელმწიფოსგან. ამიტომ მიმართეთ, შეიტანეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში წერილი, რადგან ეს თქვენ უფასოდ გეკუთვნის სახელმწიფოსგან. ელექტროეტლიც წელს უკვე სახელმწიფოსგან უფასოა ეტლით მოსარგებლეებისთვის, რაც დამოუკიდებლად გადაადგილებაში ნამდვილად ეხმარებათ. ასევე პროთეზი სმენის არ მქონე პირებისთვის კოხლიარის აპარატი. ეს ის დამხმარე საშუალებებია, რომელიც სახელმწიფოსგან უფასოდ ეკუთვნით ამ ადამიანებს. გასაგებია, ჩვენი დრო ამოიწურა პრაქტიკულად, მაგრამ მე მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და კიდევ ერთხელ თუ განმეორება მოგვიწევს, არა უშავს, კარგია, ჩამოვთვალოთ ძირითადი პრობლემები, რაც ამ მიმართულებით არის. ძირითადი საკითხები, რასაც ყველაზე მეტად უნდა მიექცეს ყურადღება. ნომერ პირველი, ხელმისაწვდომობა ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობა გარემოს, ხელმისაწვდომობა სოციალური სერვისების, ხელმისაწვდომობა სამედიცინო ადეკვატური დახმარების, ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ადამიანებისთვის არის დღეს პრობლემა.
და რომლის აღმოფხვრისთვისაც ერთობლივად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, სამთავრობო სტრუქტურამ და რა თქმა უნდა ჩვენს როგორც სახალხო დამცველის ოფისმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნათია ფირაშვილი, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვესაუბრებოდა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. მე ვახო სანაია ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. საქართველო და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად